მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ვაგრძელებთ ყველაზე მხიარულ თამაშს ქართული ლიგა. დღეს ნახევარფინალია, დღევანდელ ნახევარფინალში 5 გუნდი ითამაშებს. მაშასე წარმოგიდგენთ გუნდებს ქართული უნივერსიტეტის გუნდი სანგუ. ქუთაისის სასკოლო ნაკრები გუნდი ქუთათურები. თბილისის გუნდი ათიკულა. გუნდი ჭიათურიდან შავი ოქრო. და ხარაგაულის გუნდი ჭირიმე. დღევანდელი ნახევარფინალი ორი ეტაპისაგან შედგება. პირველი გუნდები თქვენ წინაშე წარდგებიან იუმორისტული ნომრით, ხოლო მეორე ეტაპი იქნება კითხვა-პასუხი ცნობილ ადამიანებთან ერთად. ძალიან კარგი. მანამდე გუნდები შემიძლია გავაცილო კულისებში, წადით ბავშვებო, აბა თქვენ იცით და წარმატებულად გამოდით. მატჩი დაუჩქარე. შემდეგ ეტაპზე, ანუ ფინალში ორი გუნდი გააგრძელებს ასპარეზობას, თუ რომელი ორი გუნდი დაძლევს ამ ეტაპს და შეძლებს ფინალში თამაშს, მას ჩვენი კომპეტენტური ჟიური გადაწყვეტს. მაშასე, მანსაკანის პრეზიდენტი და ქართული ლიგის ორგანიზატორი ნიკოლოზ მახვილაძე. იუმორისტი და ქართული ლიგის დიდი გულშემატკივარი ამიკო ჩოხარაძე. მომღერალი, იუმორისტი და ქართული ლიგის დიდი გულშემატკივარი რეზო ბლიაძე. პარლამენტარი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი. თავის მესახელობის ღამის შოუს წამყვანი გიორგი გაბუნია. ტელე და მუსიკალური პროდიუსერი ზვიად ბლიაძე. ამ საღამოს კი ჩვენ გაუძღვებით უმშვენიერესი ბაბი კირკიწადე და სპაიდგელსის მე-6 წევრი ჯიმი ჯაბასი აბესაძე. სანამ უშუალო თამაშს დავიწყებთ, გვინდა მადლობა გადავუხადოთ გაწეული დახმარებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მის რექტორს ბატონ ირაკლი ნატროშვილს. მადლობა. ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ზურაბ ხონელიძეს. მაშა ასე შეგვიძლია დავიწყოთ საკონკურსო ნაწილი და პირველი თქვენ წინაშე წარსდგება იუმორისტული ნომრით ქართული უნივერსიტეტის გუნდი სანგუ. მოედით სანგუელი ბავშვები, თქვენი გულის მოგება თავიდანვე შევძელით, ვიცით ის რა გავხდებით თქვენი ფავორიტები, მიდით მოვდივართ სანგუს მარგალიტები, ჰოპ ჰოპ მოვედით დავისახეთ მიზანით, ჰოპ ჰოპ რომ გავხდეთ ჩვენ აქ ფინალისტები, ჰოპ ჰოპ მოვედით ჩვენ ნახევარფინალში, ჰოპ ჰოპ ლიგასაც ვიგებთ სანგუელები. მოგესალმებათ ქართული უნივერსიტეტის გუნდი სანგუ. ჩვენ ნახევარფინალში ვართ. მოდით მაყურებელს რაიმე ბრძნული რჩევა მივცეთ. აემ უნამუსო ქვეყანაში ვისაც ნამუსი შარჩა იმაი გაუმარჯოი. აუნინი ღვინოს რო ხელს კიდევ ნუ კახელდები ხოლმე რა. მაიხედე აქეთ რაიმეაც მააცვამბიო. აუ პროსტა ამის მასისულელებმა ხო დამყალარა. გაიგეშენა. მეგობრებო, მოდით ჩვენი ვიზუალის წყალობით ჟიურის რაიმე ცხოვრებისეული რჩევა მივცეთ. ცხოვრება დიდია და საინტერესო. ზოგჯერ ხან მოკლეც. ცხოვრება შეიძლება კონდეს წინსვლა, ასევე ჩავარდნა. არ აქვს მნიშვნელობა ქალაქელი ხარ თუ
მყარია გაიღიმო. რადგან ცხოვრება აი ასეთია. ძვალმცხვილი? არა, მრავალფეროვანი. მოდი ამ სასმისი ნინი! ვისაც ნინი ქვია ეყოფა! ვისაც ეყოფა საკმარისია! ვისაც საკმარისია იმაი გაუმარჯოი აუ ნინი საერთოდ არ გაქვს ეთიკა. მე არა მაქვს ეთიკა შენ გეუბნები ბიო მე არა მაქვს ეთიკა მე არა მაქვს თქო მოდი ჟიურის გაცინება ჩვენი სასაცილო სიტუაციებით შევეცადოთ. რომ ვერ შევძლოთ? უნდა შააძლებინო ასეთი კურიერებიც არსებობენ. გამარჯობა, ფეხსაცმელები თქვენ შეუკვეთეთ? დიახ. ინებეთ? იცით მე შარვალით შევკვეთე. დაიმახსოვრეთ, ხელფასის ჩაირცხვისგან მიღებული სიამოვნება მხოლოდ 1 წამს გრძელდება. ხელფასი ჩამერიცხა რა მაგარიად. ყვავილების სურნელი ტრიალებს და მათორობს ზაზეცრემლად ჩამოგორდა მოთვარე გოლორა გემღერება ამ სიმღერას ყურადღება არ მიაქციოს ჩვენი მუსიკალური განფორმებელი ნასვამია და სიამოვნებს. ნახოთ შემთხვევა მეტროს ჭყლეტვაში. კაცრავად გავივლი მადლობა ნახოთ შემთხვევა ვინ არის გადაცემაში, რომელიც ეთერში არ გასულა. გურამ ჯაშია. დავით ევგენიძეა. გურამ ჯაშია. არა, დავით ევგენიძეა თქო. აჰა, დავით ევგენიძეა. გურამ ჯაშია. არა, დავით ევგენიძეა. გურამ ჯაშია, გოგო. და ბოლოს, ძვირფასო ჟიური. თუ იცით, რატომ დასაჯა ღმერთმა ადამი და ევა ვაშლის ჭამის გამო? ვაშლი კი არ უნდა შაშჭამო არაყი უნდა გამაიხადო ნინი! არა, იმიტომ რომ ცოდვა ჩაიდინეს. ძვირფასო ჟიური, ნუ ჩაიდენს დღეს საშვილიშვილო ცოდვას. თქვენს წინაშე იყო ქართული უნივერსიტეტის გუნდი სანგუ. ქართული უნივერსიტეტის გუნდი სანგუ გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ირაკლი ბრაჭულს, ამავე უნივერსიტეტის კანცლერს ბატონ თამაზ ვაჩაძეს, უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასა და ზაზა ჭინჭარაულის ხმის ჩამწერ სტუდიას. შემდეგი მონაწილე ქუთაისის სასკოლო ნაკრები გუნდი ქუთათურები.
ხალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშია გუნდი კუთათურები. მეგობრებო, იმისათვის რომ ჟიურზე წარმოდგენა მოვახდინოთ, ინტელექტუალური იუმორი გვჭირდება. თქვენ თუ იცოდით, რომ ჯვაროსნული ლაშქრობები ახლო აღმოსავლეთში 1096-1260 წლებში მიმდინარეობდა. და ამით რისი თქმა გინდა? ინტელექტი მაქვს და იუმორი თქვენზე იყოს. სხვათა შორის, მე ცხოველთა დაცვის სამინისტროში მინდა მუშაობის დაწყება. მე დაგეხმარები ახლობლები მიყო სამინისტროში. შენ ოღონდ ეგ საქმე გამიკეთე და ცხარს მე ვიკისრებ. მეგობრებო, თვით შეფასება როგორ ავიმაღლო, ხო არ იცით? სახში სარკე გააქვს? კი? ჩამოხსენ. ამდე ლაპარაკს ჯობია ჟიურის ჩვენი სიტუაციები ვაჩვენოთ. მოდი ვნახოთ ბავშვთა გასართობი ცენტრი ქუთაისში. იყო და არა იყო რა. ერთ სოფელში ცხოვრობდა 3 გოჭი. იყო ერთი კომბლე. კომბლეს ყავდა ცხვრებ. კაროჩე, რესტორანში ვარ და ერთ კაცთან მომივიდა ჩხუბი. მოდი ვნახოთ შოტლანდიელი ცოლქმარი მაღაზიაში. აუ, პირველი მე დავინახე ეს კაბა. და ბოლოს, ჩვენი გამოსვლა გვინდა დავასრულოთ ქუთაისელი ჰაკერის სიტყვებით. შენ ინტერნეტი გამიზერდა, დანარჩენი მე ვიცი. ჩვენ შევძელი თამაში, ნახევარ ფინალში, ეს არ არის მარტივი. ფინალში თუ გადავალ, შემდეგზე და ჩამოვალთ, იმედი გქონდეთ ყველას. გამოვედი თქვენ კვაცი ტივის უდავცეს, ტაშის მასულ გვამხნევეს. ჩვენ არასდროს ნებდები და თამაში ვიზები, თქვენი ქუთათურები. ჩვენს წინაშე იყო გუნდი კუთათურები. მადლობა ბავშვებო, ქუთათურები გაწეული დახმარებისთვის, მადლობა სუხთიან ქუთაისის მერიას და მერის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ დავით ერემეიშვილს. ახლა კი შეეგებეთ გუნდი თბილისიდან 10 ქულა. მოგესალმებით. ბლა 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 ბლა. ნუ ნუ როგორცაა. მეოთხე ფინალში არც ისე საამაყო გამოსვლის შემდეგ გუნდმა დაიგინა რომ ფინალში აუცილებლად გადავიდოდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, არ მინდა რომ შეეწეროთ. ამიტომ მალე გამოვაცხადებ. მიესალმეთ, ჩემპიონი გუნდი 10 ქულა. ვაი, თქვენს პატრონს. მოგესალმება თბილისის გუნდი 10 ქულა. მოგესალმება თბილისის გუნდი 10 ქულა. წინა თამაშზე ჟიურის წევრებმა გვითხრეს თქვენ ძალიან გაზარმაც თითო. წინა თამაშის შემდეგ ჟიურის წევრებმა გვითხრეს თქვენ ძალიან გაზარმაც თითო. ამიტომ უკეთესად მომემზადეთ და ფინალშიც გადავალთ. ამიტომ უკეთესად მომემზადეთ და ფინალშიც გადავალთ. უძრაობა ქალაქში. უძრაობა ქალაქში. უძრაობა სრულია. უძრაობა სრულია. შენი ნახვა მოვასწრო. შენი კოცნა მაწურია. საკვარისია? აი ხო. ჩვენ ვიწყებ. ვიწყებ.
მართლა წყალი ყოფილა. ისე მაინტერესებს მე რო არ ყოფილიყავი აქ ვის დასვამდნენ. ანჟელა შეუცვლელი არავინაა და გამოცხადე თუ შეიძლება. ნახოთ ქართველი მისტერ და მისის სმიტები. სხვათა შორის მაჩვი დიეტის დაცვაში ძალიან მეხმარება. ჭამას რო ვიწყებ, ეგ მახსენდება და სურვილი მიქრება. ჯიმი აბესაძე კეტავს მანქანას, გთხოვთ? ჩიკო. მაჩვი, მაჩმა, მაჩვს, მაჩვის, მაჩვით, მაჩვად. ხო. შევამოწმე და ვერცად ბრუნაში ვერ გიტან. ნახოთ მოხუცი ანტონიო ბანდერასი, გთხოვთ? არა რა, წავალ ამ გუნდიდან და ეგ იქნება. აი მე ანჟელა, წადი რა, შენი არავის არ ეშინია რა. კაი, კაცო. ნახოთ ქუთაისელი სპაიდერმენი. სპაიდერმენ მიშველე! დაშვები, ჩამეთ, ვერ გავიგე რა, მაგი ჩამე დაიწყო, გამიგონი, ისე ჭინჭრის ფხაზე გაზრდილი ქალი, უпросად მაჩვის რომ დაისვამ, მეტის ღირსი ხარ. ნახოთ სიტუაცია უდაბნოში. შეძახილმა ხე გაახმოვო, აღამჯერა მაგამოთქმის. მაჩვი ჯერ კიდევ სახსალამათია და. ნახო სიტუაცია მეფის კარზე. მეფეო, არაბეთიდან შიკრიკი გამოაგზავნეს. აბა გისმენთ რა ხდება? გისმენთ რა ინფორმაცია გაქვს? ბიჭო არ მეტყვი რა მოხდა? დიდი ბოდიში მეფეს ზარი გამოეშვა. აი. დიდი მადლობა, თქვენს წინაშე იყო გუნდი, რომელსაც 4 სეზონია მე მივათრევ. ათი ქულა. მადლობა გუნდი 10 ქულა იყო თქვენს წინაშე და გაწეული დახმარებისთვის ისინი მადლობას უხდიან ტრადიციულად ერთმანეთს. შევეგებოთ შემდეგი მონაწილე გუნდი ჭიათურიდან შავი ოქრო. მოგესალმებით. თქვენს წინაშეა ქალაქ ჭიათურის გუნდის შავი ოქრო. რა ვარი მოსასმენია, ბიჭო? შეგძლებია. გეიმეორე შენცე, ბიჭო. მოგესალმებით. თქვენს წინაშეა ქალაქ ჭიათურის გუნდის შავი ოქრო. შენ გენაცვალე. აბა შენც გეიმეორე, ბიჭო. რა იყო დათუჩა, რას გვამეორებიებ ამ ჭიათურას და შავ ოქროს ჩვეულებრივი სიტყვებია. ეგ თქვენ თვინ არის ჩვეულებრივი თუ არა? მე იავნანასავით, ჩემესმის ბიჭო. ხალხო რა ვახარ? რა ვარი კაი ადამიანები ხარ? აბა ზოგი ვისაც წაართას იმაზე არის გამაცადინებული. რა ხდება ონისე, ხომ მშვიდობა გაქვს? ბიჭებო, ამ ბოლო დროშაზე დაფიქრდი იცი? მეცნიერებმა მართლა რო შექმნან მარსზე სიცოცხლის საჭირო პირობები. ხო დაიწყება მარსის კოლონიზაცია. მე რანაირი ხალხი წავა მარსზე? ვისაც იქ წასვლის საშუალება ექნება, იმნაირები არ წავლიან. მე რა იმერე, მაგი ბაკურიანზეც მასი არ არის.
რა თუნდა მარსი და ვენერა იმაგას. ესე იგი არ ვიცი რა, კაცობრიობის ბედზე ნევრულობა მაფრენიებს. კაცობრიობის ბედი კი არა, ოდ გაგაფრენიებს შენ. კარგით, სანამ ონისე კაცობრიობას გადაარჩენს, ჩვენ გადავიდეთ სიტუაციებზე. მოდი ვნახოთ ჭიათურელი მომთვინიერებელი. მოგეშალმებით. თუ გინდათ რომ დღევანდელი საღამო შედგეს, თქვენგან მესაჭიროება 2 მოხალისე და 1 ველოსიპედიანი დათვი. ასევე 2 მოთვინიერებული ვეფხვი, 1 ინდური სპირო და 12 ჩარი ზოლებიანი აფთარი. დეინახე, მათრახი კიდე არ წამამიღია. აპარავა ვართო, აპარავა. მოდი ვნახოთ ზომბი აპოკალიფსი ჭიათურაში. გადი თუ არა შენ კახროტინებ კაც. მოკლედ გახსნილი გავიადინა, ვეღარ დაიკავებია ხელში ადამიანს. მოდი ვნახოთ ჭიათურელი ქუჩის გამოკითხვაში. გამარჯობა. რა ღირს თქვენი ტანსაცმელი? ჩემი ტანსაცმელი კი არა, პამინდორი რა ღირს, პამინდორი. მოდი ვნახოთ ჭიათურელი ბეჭდების მბრძანებელი. შენ თუ ამ ბეჭედს გაიკეთებ, შეიცნობ საკუთარ მომავალს. დაინახავ და გაიგებ ისეთ რამეს, რაც სხვისთვის შეუცნობელია. ალიკა, გეიხადე ეგ და სამიწებელი ტუფლები და ეგ და წესიერად. გეხურება ალიკა, ნუ მაყვიებ ისედაც არ ვარ კაც 12 წელი ვალერიანი დავლია დღესე. ბავშვები მე იკითხე საერთოდ სად არიან? მამა ყვია შენე. მოდი ვნახოთ ჭიათურელი რომის იმპერატორი. ხალხო, მამისმინდეთ, რომის იმპერია თუ დაეცემა, ისევე თქვენთვინ იქნება გლახა. თუ არა, მე ფეხზე კი არ დამეცემა ისი. ვენი, ვიდი, ვიცი, რაც ვიცი, ვიცი. მოდი ვნახოთ ჭიათურელი წყვილი პარფიუმერიის მაღაზიაში. I do not sleep tonight. I may not ever. იამჟე. ხო. რა შიტყვი მეგეჭონა რამე? კი. ის დუხი მამეწონა, შანელი რო აწერია ზედე. რა პრობლემაა სიყვარულო? ერთი შანელი მოგვაჭოდეთ პატივჩემულო. ეხლავე შეგიფუთავთ. რამდენია გადასახდელი? 3500 ლარი. რუბენი! რა დეგემართა რუბენი! იამჟე, შანელი რო 3500 ლარი ეღირება, შანელი იქნება ისი. My sweet, sweet love.
და ბოლოს ჩვენ გამოსვლას დავასრულებ ჭიათურელი მათემატიკოსის სიტყვებით. ესე იგი, აქანა გამევიდა 1, იქაც შენი დანახსოვრებული 3, სულ გამევიდა 4. ძნელი ყოფილა. მადლობთ, თქვენ წინაშე იყო ქალაქ ჭიათურის გუნდი შავი ოქრო. გუნდი შავი ოქრო გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის ქალაქ ჭიათურის მერს ბატონ გივი მოდებაძეს. იუმორისტული ნომრის ბოლო მონაწილე ხარაგაულის გუნდი ჭირიმე. ერთი წუთი გამორთე რა ბოჭი. გამორთეთ რა ბოჭი. რა ხდება შაქრო? რა ხდება ბექა არ ჩანს მაო. ეუა ბექა ხო დაგვტანჯა რა. მოგესალმებით ბოდიშკი ხდით, იმედია ერთ-ორ წუთში ბექაც შემოგვერდება და ჩვენც დავიწყებთ რა. არ ვიცი რა ვქნათ მითხარი. რა უნდა მაგ. რა ვქნა და მაგათ გარეშე ვითამაშოთ ძმაო, აღარ შემიძლია მე ამდენი. ასიბერება რომ იბერე. იყოსი გაბერილი. საერთოდ გაბერილი არ ეყოფოდა. მე ვეით რა ვარცი. მობზალდა ორი დალაგებული მამაშვილი. ნახვამდის. რა ნახვამდის ბექა? რო აზალებდით გუშინ განსხვავებულებს დალიედალიეო. მიდი და ქაჩეთ ყურებში. რა დემართა? რა დემართა და აღარაფერი აღარ ახსოვს. გუშინდელი. აღარ გუშინდელი, აღარ გუშინწინდელი და აღარ ძიმისწინდელი კიდე. ნუღა მაიმუნობთ ახლა ორივე მამაშვილი და რიო წაგისობთ ასე ყორეზერში. სად იყავი ბიჭო? კარგად. ისემ შედა გითხარი ახლა კარგად იყო. ვითომ მართლა არაფერი აღარ ახსოვს. არ ახსოვს ბიჭო მაიმუნობენ ორივე მამაშვილი. ბექა, შემოხედე ჩემო ძამია მიყურე. მე ვინ ვარ? შენ ვინ ხარ კი არა, მე ვინ ვარ ის არ მახსოვს. ეს ახლა ჭუიდან გადავიდა. ბექა, აბა ჟიურის გადავხედოთ. ნახე, გიორგი გაბუნია. ღამის შოუ ბიჭო. შოუ. ბიჭო. შოუ. კაი გოგოა შოუ. ბიჭო. ასტამაც არ გახსოვს, დევიჯერო. ანდაზა მახსოვს. ასტამად კაცი დაფას და 10 ასტამად ძდილობა. მაგე ბროწეულზი არ არის მამა. ურაღა უშველი საწია მას. არა, არაფერი არ გამოვა ბიჭო. ნიკუშა, სანამ ამაშენს ბელაიადე ემართა, მანამდე ბავშვებს დაუძახე და ამას გაუნკურნალებ. გამოდი ბიჭო აქეთ. შემოვით ბიჭო. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ტყუპები სად არიან? ახლა ვეიქნება 2 წუთში. აბა, ჩემო ოჯახო, შენ არ გაგიჭირდება და ტყუპები მჭირდება. კი, მაგრამ თქვენ ვინ ხართ? ტყუპები. ესე თემ უნდა გამეიწერე თუ რამე ახალი აქცია არის 2-1-ის პასად. ჩემი ტყუპები სად არიან თქო ვიჯო? ახლა ვეიქნება, აბა, ჩემო ოჯახო, შენ არ გაგიჭირდება და გოგო ტყუპები მჭირდება. მოგესალმებით მეგობრებო, მინდა ჩვენი მისამება კაი, გაჩი. აუ, დედას გებიწევი მართლა გამახსენდა ხსალო. რა გაგახსენდა? რა გამახსენდა და მისალმება უნდა დავამთავრო. ახლა არ შემოვიდა. სულ მალე სრულდება ნახევარფინალი, მალე გაირკვევა ფინალში ვინ არის. ყველას გვაქვს მგზაობა, მოდის სხვა თაობა, ყველასთვის ცხადია, ფინალში წადია. თავარი ის არის რასი თუ ჟიური, განწყობა გვაქვს ყველას ფანტასტიკური. მოიგებს ვინც არის აქ უფრო ყოჩახი, ქართული ლიგა, ჩვენი ოჯახი. ყველას გული ითხრა გაყვება ეს სიყვარული რული. ამღერდა გერადა ყველას სიმი სვიონი გადაბუ ბაბი ჯიმი. მე წინაშე იყო ხარაგაულის იუმორისტული გუნდი ჭირიმე.
ხარაგაულის გუნდი ჭირიმე მადლობა სუხთის გაწეული დახმარებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ კობა ლურსმანაშვილს. მადლობა ბაბიკო. პირველი კონკურსი დაამთავრდა, ჟიურის წევრებს გთხოვთ შევაფასოთ გუნდები. იუმორისტული ნომრის მაქსიმალური შეფასება არის 10. მაშასე დავიწყეთ გუნდი სანგუ. 9 10 10 10 10 10. მადლობა. ქუთათურები, სასკოლო ნაკრები ქუთაისიდან 8 9 9 8 9 9. თბილისის გუნდი 10 კულა 9 10 10 10 10 10. ჭიათურის გუნდი შავი ოქრო 10 10 10 9 10 10. და ხარაგაულის გუნდი ჭირიმე 8 9 9 8 8 8. მადლობა. მადლობა ჟიურის წევრებს იმისთვის, რომ შევაფასეს გუნდები. მაშასე პირველი კონკურსის შედეგები. ქუთაისის სასკოლო ნაკრების გუნდი ქუთათურები 52 კულა. ხარაგაულის გუნდი ჭირიმე 50 კულა. სანგუ 59 კულა. 10 კულა 59 კულა. შავი ოქრო 59 კულა. მადლობა ბაბიკო, შედეგები გავიგეთ, გუნდები უკვე მზად არიან მეორე კონკურსისთვის და გთხოვ აგვიხსენი აბა რა ხდება მეორე კონკურსში. მეორე ტური კი ასეთია. ცნობილი ადამიანები დასვამენ შეკითხვას ჩვენი გუნდებისთვის, მათ კი უნდა უპასუხონ, რაც შეიძლება იუმორისტული და კრეატიული პასუხები. მოდით ვნახოთ. აუცილებლად მაშ ასე შეეგებეთ მომღერალი და ტელეწამყვანი თემო თემურიკა საჯაია. გისმენთ ბატონო თემურ, მოგესალმებით პირველ რიგში. მოგესალმებით. კითხვა. ყველა გუნდს რა თქმა უნდა წარმატებებს სურვებ. მადლობა. დავსვათ კითხვა. კითხვა. რომარა გიორგი გაბუნია. გავიმეოროთ კითხვა თემური. რომარა გიორგი გაბუნია. აბა ეს სად შევიდოთ ერთს არ მაინტერესებს. ბატონო თემო, გავიმეოროთ შეკითხვა. რომარა გიორგი გაბუნია. ქართული ლიგის ოჯახი დაინგრეოდა. უღრმესი მადლობა ბექა. ჭეთ მადლობა, უღრმესი მადლობა თემო საჯაიას გავაცილოთ, უღრმესი მადლობა. მადლობა. ესე იგი, შევეგებოთ იუმორისტი, შოუმენი, ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი ლევანიკა გოგორელიანი, იგივე ფაქო. გამარჯობა ყველას, მოგესალმებით. ორ სიტყვას ვიტყვი, რომ მადლობა ნიკა, დღეს 20 წელი გახდა, რაც 20 წლის წინ პირველად ამ სცენაზე ვიდექი. ზუსტად 20 წელი გავიდა. ჩემი იუმორისტული მთელი ცხოვრებაც ამ სცენიდან დაიწყო. ახლა ჩემი კითხვა. ყველას მოგეხსენებათ, რომ არტისტები მსოფლიოში სხვადასხვანაირები არიან და ყველას თავის მოთხოვნილებები აქვს, როდესაც ჩამოდიან, ჩადიან სხვა ქვეყანაში. მაგალითად, დამახვედრეთ აბაზანა ყვითელი ვარდის ფურცლებით სავსე, არ ვიცი, ბევრს თავისი უცნაური მოთხოვნილებები აქვს. როგორი მოთხოვნილებები გაქვთ თქვენ? გავიგეთ კითხვა. არის კიდე უარესებით, მაგრამ არ ვთქვი. 20 წლის უკან რო უდეეთ ამ სცენაზე ისა აქვს მოტანი. აბა მოემართება ლევანიკა გაიმეორე. მასზე არტისტებს აქვს ბევრი უცნაური მოთხოვნილებები. როგორი მოთხოვნილებები გაქვთ თქვენ? ვარდის საბაზანა ათმინა, თავარია გავიადინა მქონეს. მადლობა, მადლობა, მადლობა. აბა ბავშვებო, სანგუ მოემართება ლევანიკო გაიმეორე. ძალიან უცნაური მოთხოვნილებები აქვს არტისტებს, როგორი მოთხოვნილებები გაქვთ თქვენ? თავარი აღვინო იყო. მადლობა სანგუ, მადლობა ქუთათურები, ლევანიკო გისმენთ. უცნაური მოთხოვნილებები აქვთ არტისტებს სოფლიოში, როგორი მოთხოვნილებები გაქვთ თქვენ? არს არ მიდوار მე ჩემზე სტაფანში ვრჩები. მადლობა ჩემო ოქრო, მადლობა შვილო. ბექა მოემართება ლევანიკო გისმენთ, გაიმეორეთ შეკითხვა. უცნაური მოთხოვნილებები აქვთ არტისტებს სოფლიოში, როგორი მოთხოვნილებები გაქვთ თქვენ? ჩვენ ხარაგაულებს მაგნარი მოთხოვნილებები არ გვაქვს. ყველი, პური, პატარა მჟავე, მწარე და წევი და პრასი. მადლობა ბექა, მადლობა. 10 კულა მოემართებოდა და რა ხდება? 10 კულა
10 ქულა 1. განხეთქილებაა 9 ქულა 2. ანჟელასა და მათ შორის. ლევანიკო, შეგიძლია გაიმეორო კითხვა? აუცილებლად. ძალიან უცნაური მოთხოვნილებები აქვს სოფლიოში არტისტებს, როგორი მოთხოვნილებები გაქვთ თქვენ? თავარია მაჩვი არ დამხვდეს იქ. მადლობა, მე მგონი მორჩა. დიდი მადლობა. ლევანიკო, უღმესი მადლობა, ლევანიკო გოგორელიანი. მადლობა. მივესალმოთ მომღერალი სოფო ბედია. მოგესალმებით. კითხვა თუ შეიძლება. რა უნდა დავარქვათ ჩემ სოლო კონცერტს, ბილეთები ადვილად რომ გაიყიდოს? რა უნდა დავარქვა ჩემ სოლო კონცერტს, ბილეთები ადვილად რომ გაიყიდოსო? ფიქრობ, არ არის ეს რთული კონკურსი, უბრალოდ არ არის მარტივი კონკურსი. ყოველთვის მიჭირდა ეს კონკურსი მე. მადლობა. მოემართება შავი ოქრო, სოფო გისმენთ ჩემო ოქრო. რა უნდა დავარქვათ ჩემ სოლო კონცერტს, ბილეთები ადვილად რომ გაიყიდოს? თავარია ფული იყოს და ბილეთების გაყიდვას ვინჩიო ახლა. მადლობა შავი ოქრო, უღრმესი მადლობა და მოემართება ხარაგაული ჭირიმე გისმენთ. სოფო გაიმეორ ჩეკ. რა უნდა დავარქვათ ჩემ სოლო კონცერტს, ბილეთები ადვილად რომ გაიყიდოს? თქვენთვის სიმღერებენ სოფო ბედია და ჯაბოვიჩი. მადლობა, უღრმესი მადლობა. მოემართება ქუთათურები. სოფო გაიმეორეთ შეკითხვა. რა უნდა დავარქვათ ჩემ სოლო კონცერტს, ბილეთები ადვილად რომ გაიყიდოს? ქართული ლიგა. მადლობა. მე მგონი მორჩა, ხო? ყველანი გამოსვლები. უღრმესი მადლობა, სოფო ბედია, გავაცილოთ აპლოდისმენტებით. შევეგებოთ რეპერი და საზოგადო მოღვაწე იანგ მაიკი. რა ზედმეტ სახელი არ მოუხდება რეპერს? მოემართება სანგუ. იანგ გისმენთ დასვის შეკითხვა გაიმეორეთ. რა ზედმეტ სახელი არ მოუხდება რეპერს? ტარზანაიო. ჭირიმე მოემართება იანგ გაიმეორე შეკითხვა. რა ზედმეტ სახელი არ მოუხდება რეპერს? გამარჯობა, იანგ მაიკ ვიზიო. მაგას საღამოზე გადმოგირეყავ. მადლობა, საღამოზე გადმოგირეკავო. უღრმესი მადლობა, იანგ მაიკი გავაცილოთ ტაში და აპლოდისმენტებით. მეორე კონკურსი დამთავრდა. დიდი მადლობა მონაწილეებს. ახლა ჟიურის წევრებს ვთხოვთ, რომ შეაფასონ ჩვენი გუნდები, შეგახსენებთ შეფასებისთვის. მაქსიმალური ქულა არის 9-იანი. მაშასე დავიწყეთ გუნდი სანგუ. 8-8-9-8-9-8. ქუთათურები 8-8-8-7-8-7. 10 ქულა 8-8-9-7-9-8. შავი ოქრო 8-8-8-7-8. და გუნდი ჭირიმე 8-8-8-7-8-8. დიდი მადლობა. მადლობა ჟიურის წევრებს, რომ შეაფასეს გუნდები. სანამ მეორე კონკურსის შედეგებს გავიგებ და შემდეგ საბოლოო შედეგს, მანამდე ჟიურის წევრებს ვთხოვთ, რომ 1-2 ლამაზი სიტყვა გუნდების შესახებ. ბატონი სვიად ბლიაძე, გისმენთ ზუიო. დიდი მადლობა ამ თამაშისთვის, ძალიან კარგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მეორე კონკურსი კმაყოფილი მაინცა და მაინც არ ვარ და ალბათ დარბაზის დამეთანხმება ამაში, მაგრამ რომ თამაშობთ, ეს უკვე კარგია ბავშვებო, ძალიან კარგები ხართ, ძალიან მონდომებულები და გისურვებთ კიდევ უფრო წინსვლას, წარმატებას და მადლობა დღევანდელი თამაშისთვის. მადლობა ზუიო. თითოეულა სიტყვა იგი იყო. მადლობა ჩემო ბატონო, ამიკო ჩოხარაძე, გისმენთ ამიკო. მივესალმები დარბაზ, გამარჯობა. მივესალმები მოთამაშეებს, ძალიან კარგი თამაში იყო, ვიხალისე ძალიან ბევრი პირველ კონკურსზე, წარმატებებს გისურვებთ და არ განვაცალკევებ გუნდებს, ასე რომ ყველას დიდი მადლობა. ტაში თუ შეიძლება ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს. მადლობა ამიკო, ნიკოლოზ მახვილაძე, ასტამ, გისმენთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ, მაყურებელო. რა შემიძლია თქვა თამაშზე? მისალმებები ნორმალური იყო, კარგი იყო,
მე ზიოს დავეთანხმები, რომ მეორე კონკურსი იყო ცოტა არ იყო კარგი, ქულებსაც დაეთყო, ჩემთან განსაკუთრებით და ის მუხტი, რომელიც იყო მის თანხმობაში, არტომღაც არ გადმოყვათ კითხვა-პასუხში და და გავითვალისწინოთ ზოგადად, რომ როდესაც არის ორი კონკურსი, ორივე გადამწყვეტი, არ არის მარტო ერთი გადამწყვეტი. სამწუხაროდ, ბევრ გუნდს ეს მოგივიდათ. იმედია შეცდომებს გამოვასწორებთ, რომ ვინც მოიგებს, ისიც და ფინალში იქნება, ისიც გაითვალისწინებს ჩვენ შენიშვნებს. დიდი მადლობა ბავშვებო. მადლობა ნიკა, მადლობა. ჩვენი მეგობარი ბატონი რეზო ბლიაძე, რეზო გისმენთ. გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა. მე ვერ დაველოდები ფინალს და მინდა რომ დღევანდელ გამარჯვებულ გუნდს რეზო და ბავშვების კონცერტზე გადავცე მოსაწვევები, რომელიც გაიმართება 15 მაისს ფილარმონიის დარბაზში. უღმესი მადლობა, უღმესი მადლობა. შეგიძლიათ ეთერში ამოჭრათ, მაგრამ სიხარული შეგვიძლია აქვე გაუზიაროთ ერთმანეთს, ასე რომ ერთი სული მაგ გავიგო. ვინ შემოიტანს მხიარულებას ჩვენს კონცერტზე. მადლობა ყველას. მადლობა მეგობარო. ბატონი ირაკლი მეზურნიშვილი, ბატონო ირაკლი გისმენთ. მეც მინდა მადლობა გადაუხადო გუნდებს, დავეთანხმები ჟიურის, რომ პირველი კონკურსი დაიწყო ძალიან აქტიურად, ძალიან მხიარულად, მომეწონა თქვენი ნომრები, შემდეგ მეორე კონკურსი ცოტა უფრო დაბალ დონეზე ჩატარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან მაგარი ფინალი გველის და მინდა მაინც გამოყო ანჟელასა და მათთვის სიყვარულის ისტორია. ეს არის განსაკუთრებული ჩემთვის მაინც. დიდი მადლობა, მადლობა. მადლობა ბატონო ირაკლი, ბატონი გიორგი გაბუნია. მივესალმებით დარბაზს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, აპლოდისმენტები. თქვენ და ამ ახალგაზრდებს, რომლებმაც დღევანდელი დღე გაგვილამაზეს, კარგი მისალმებები იყო ნამდვილად, ცოტა ხო კითხვა-პასუხში. ცოტა იყო რაღაცა უხერხული მომენტებიც, მაგრამ საერთო ჯამში თამაში კარგად ჩატარდა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ჟიურის წევრებს, წამყვანებს, რედაქტორებს და რა თქმა უნდა, თემო საჯაიას, სოფო ბედიას, ლევან გოგორელიანს და Young Mike-ს, იგივე მიშკამ გალობლიშვილს იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყვნენ და აპლოდისმენტები მეგობრებო მათ აუცილებლად გუხარებ. მაშასე მეორე კონკურსის შედეგები ასეთია: ქუთათურები 46 ქულა, ჭირიმე 47 ქულა, შავი ოქრო 46 ქულა, 10 ქულა 49 ქულა, გუნდი სანგუ 50 ქულა. მაშასე საბოლოო შედეგები კი ასეთია: გუნდი ჭირიმე 97 ქულა, ქუთათურები 98 ქულა, შავი ოქრო 105 ქულა, 10 ქულა, 108 ქულა, სანგუ 109 ქულა. ფინალში გადავიდნენ გუნდი 10 ქულა და გუნდი სანგუ. ჩვენ მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ. ერთი წამით, არა, არ დავიშალოთ. ორი ნახევარფინალიდან ფინალში გადავიდა 4 გუნდი და ჟიურის გადაწყვეტილებით ახლა ფინალს კიდევ ერთი გუნდი დაემატება და შეიძლება ეს იყოს ნებისმიერი თქვენგანი, ასე რომ ველოდებით ჟიურის წევრებს. მაშ ასე ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალურ ეტაპს ემატება გუნდი სახუმარები. კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე ჩვენ ფინალში შევხვდებით.